მოგესალმებით, ეს არის Focus Guide-ის კიდევ ერთი გადაცემა, რომელსაც ამჯერად უკვე თბილისში ვხვდებით და აღმოვაჩინე ძალიან ლამაზი, ძალიან თბილი თქვენ წარმოიდგინეთ სანაყინე ანჯელატო და აქვე აღმოვაჩინეთ რესტორანი პროსპექტი, რომელიც მას თავზე ადგას. მე გირჩევთ რომ მოხვიდეთ, მაგრამ სანამ მოხვდეთ, მე გავივლი იმ გზას, რომელიც მერე თქვენ უნდა გაიაროთ. გამარჯობათ. ნაყინები აქეთ, ხო? როგორც ხედავ, ამის დანახვა შეუძლებელია. რამდენი სახეობის ნაყინი გაქვთ? 100 სახეობის ნაყინი, ხო? ნაყინის დაგემოვნებით დავიწყებდით. რაფაელო რომელი? დავაგემოვნოთ. ძალიან გემრიელია. კიდე რომელია კარგი? აი, ეგ საინტერესო. მალაგა არის რომის ლიქიორი, ციკლაიდეზე არის მარასკინოს ლიქიორი და ბისკვიტი. აბა, აი გამასრჯენ რომით. აი ამას ვაგემოვნებ. Bellissimo. გადავწყვიტე რომ ნაყინი დავაგემოვნე უკვე და გლინტვეინი ამეღო და გამესინჯა, იმიტომ რომ პრინციპში მადლობა, პრინციპში ძალიან ბევრი რესტორანი, კაფე მინახავს და არ მინახავს, სადმე რომ შეიძლებოდეს გლინტვეინის ესე მარტივად შეკვეთა. მოკლედ, ვიყავით სანაყინი ანჯელატოში და როგორც უკვე გადაცემის დასაწყისში ვთქვით, მას თავზე ადგას რესტორანი, რომელიც მისგან აბსოლუტურად არის გამიჯნული, არის სხვა გარემო, როგორც მითხრეს, ასე რომ გადავწყვიტე ნაყინის დაგემოვნების და გლინტვეინის დაგემოვნების შემდეგ, ნახო რა ხდება ამ რესტორანში. ამიტომ ეხლა წავედი და შევხვდებით ზემოთ რესტორან პროსპექტში. გადავხედე მენიუს და მინდა გითხრათ, რომ აქაც ძალიან ფართო არჩევანია. შესაბამისად, ჩემი არჩევანი ძალიან საინტერესო სასმელზე, საჭმელზე, ნაყინზე, აი რაღაცა ერთიანზე გავაჩერე. ეს პირველ რიგში არის ნაყინი მოხიტო, რომელიც აი მომიტანეს კიდევაც. ნაყინი მოხიტო, აბა როგორ არის? იგივე რაოდენობის ალკოჰოლს შეიცავს, რასაც ერთი ჭიქა მოხიტო. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, პრინციპში მოხიტოს გავს კიდევაც და ესე იგი ესეთი ბევრი რო ვჭამო, შეიძლება დავთვრე. დავთვრები ხო და ამიტომ არ გირჩევთ თქვენს რომ ბევრი ჭამოთ, მით უმეტეს თუ მანქანით მოხვალთ აქ, ან არ მოხვიდეთ მანქანი და ბევრი ჭამეთ. მოკლედ ისე საინტერესოდ გამოიყურება, ვეღარ ვითმენ უნდა გავსინჯო. მოხიტოა. გადმოვინაცვლოთ ეხლა
ბართან, იმიტომ რომ მითხრეს რომ აქ განსაკუთრებულ სასმელებს ამზადებს ბარმენი, თუ რა სასმელზეა საუბარი არ ვიცი, მაგრამ რაღაცა სიურპრიზი მომიმზადა და ვკითხოთ, აბა რა მოგვიმზადე, ესე იგი გითხარი, აბა? გამოდივოთ, მე მომიმზადეთ დღეს თქვენ ჯელი კოქტეილი კოსმოპოლიტენი. ანუ ეს არის ჟელატინის კოქტეილი. ჟელატინის კოქტეილი, ვა, საინტერესო. რომელიც შეგიძლიათ რომ მიიღოთ, რომელიც თან ჭამო და თან მიიღოთ იგივე გრადუსი, რა გრადუსაც მიიღებთ ის დალევის შემთხვევაში. ვაუ. ახე ჟელე. კოსმოპოლიტენის გასინჯული მაგ და დამიჯერეთ რომ გაცილებით ესე ჯობია თან ჭამ ორმაგი სიამოვნებაა რა აი მე მგონი მოაქვს ჩვენი კერძი უკვე რა ფეხა როგორც ვიცი, არასდროს არ გაგისინჯებს. არასდროს არ გამისინჯავს და ეხლა დავაგემოვნებ მე. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. ნახოთ როგორია გემოზე. ეს უნდა გასინჯოთ, იმიტომ რომ ვისაც გიყვართ ზღვის პროდუქტი, ეს არის თქვენთვის მისტრება. მოდით აქ აუცილებლად გამოვიარეთ ის გზა, რაც გამოვიარე მე ეხლა და ძალიან კმაყოფილი ვარ დაწყებული ანჯელატოდან გადმოსული პროსპექტში, სადაც ძალიან კარგი გარემოა, რაც თავარია მენიუ არის ძალიან ისეთი მრავალფეროვანი, შესაბამისად საჭმელებიც ძალიან გემრიელია, სასმელებიც ესე შეიძლება ითქვას და გირჩევთ რომ მოხვიდეთ, დამიჯერეთ რომ საღამოს ძალიან სასიამოვნოდ გაატარებთ.